დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. მე უნდა დავიწყო გადაცემა იმ ფრაზით, რომლითაც ყოველთვის ვიწყებ გადაცემას და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. დიახ, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ ეს არის ამ გადაცემის მთავარი სათქმელი. ეს არის ამ გადაცემის კონცეფციის საფუძველი და ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია ნებისმიერ საზოგადოებაში. ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია ნებისმიერ საზოგადოებაში. და მე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მიუხედავად ადამიანის ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური წამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა. მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. თქვენ იცით ალბათ წლების მანძილზე რატომ არის ეს გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლესთან მიმართებაში. ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობაზე, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც ადამიანს თვითრეალიზაციისთვის სჭირდება და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხისთვის სჭირდება. მაგრამ უნდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანის სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ხელი ან ფეხი არ მტკივა, მე შეიძლება არ ვიყო დაცული საფრთხეებისაგან. ჩემი ჯანმრთელობა არ იყოს დაცული საფრთხეებისაგან. რატომ? როდესაც ჩვენ საუბრობთ რა არის მენტალური ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზროვნება და თუ ის სავსეა შფოთვით, მაშინ ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. რა არის სოციალური კეთილდღეობა? ეს არის ჩვენი ურთიერთობები. და როგორია საზოგადოებაში ურთიერთობები, ეს განსაზღვრავს იმას, როგორია ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხი. ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობას? დიახ, ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. და აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოება შედგება ძალიან განსხვავებული ადამიანებისაგან და ეს განსხვავება არის ჩვენი ღირსება, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა დაგვაუწყდეს, თუნდაც მაშინ, როდესაც ასაკობრივ ჯგუფში ადამიანებს ვანაწილებთ. მაგალითად, ძალიან ხშირად ჩვენ სვამთ ხოლმე კითხვას, უпростоრედ აღვიქვამთ როგორც ფაქტს და ძალიან თამამად ვამტკიცებთ ხოლმე, რომ განსაკუთრებით უფროსი თაობა, რომ ახალგაზრდები აგრესიულები არიან. პირადად მე ყოველ დღე მაქვს ახალგაზრდებთან შეხვედრა და უნდა გითხრათ სრულიად საპირისპირო. ახალგაზრდები არ არიან აგრესიულები. ახალგაზრდები ძალიან ყურადღებით გვისმენენ და გვაკვირდებიან. მათ გაიარეს ის ასაკი, როდესაც უპირობოდ გმირებად მივაჩნდით, როდესაც უპირობოდ ყველას დედა არის, ყველაზე ლამაზი და ყველას მამა არის, ყველაზე მამაცი. არა. ისინი არიან ისეთ ასაკში მოზარდები და ახალგაზრდები, როდესაც აუცილებლად გვაფასებენ როგორც ადამიანებს და ისინი სვამენ მთავარ კითხვას, რატომ? აუცილებელია რომ ჩვენ გქონდეს ამ კითხვებზე პასუხი და თუ ჩვენ ვამბობთ რატომ არიან აგრესიულები, აი ამ კითხვასაც უნდა ვუპასუხოთ. თუ ჩვენ ვამტკიცებთ რომ ისინი არიან აგრესიულები, რატომ? ჩვენ რა წვლილი მიგვიწვით მათ აგრესიაში. როდესაც ჩვენ ბრაზდებით, ჩვენ თვლით რომ დიდები ვართ და ჩვენ შეგვიძლია გავბრაზდეთ. მაგრამ რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ბავშვები შეიძლება გაბრაზდნენ, მოზარდებით შეიძლება გაბრაზდნენ, ახალგაზრდებით შეიძლება გაბრაზდნენ და მათაც შეიძლება გქონდეთ გაბრაზებისთვის საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ, სად მივყავართ ბრაზს და აგრესიას. რატომ არის ჩვენი პასუხისმგებლობა ბრაზის და აგრესიის აღძვრა და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ბრაზსა და აგრესიას. სად არის პასუხისმგებლობა და სად არის ვალდებულება? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როდესაც საუბრობთ ახალგაზრდებზე, როდესაც საუბრობთ მოზარდებსა და ახალგაზრდებზე, ყველაზე გასაფრთხილებელ ნაწილზე, რომელთა ბრაზი და აგრესია არ არის უმიზეზო, რომელთა ბრაზი და აგრესია ჩვენი პასუხისმგებლობაა და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გავცეთ კითხვას პასუხი. ეს არის ჯანმრთელობის საკითხი. მე გიპასუხებთ წინასწარ, ვიდრე სტუმარი შემოგვიერთდება, რომ დიახ, ეს არის ჯანმრთელობის საკითხი და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა წახნაგები აქვს ამას, რა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ და რა უნდა გავითვალისწინოთ თითოეულმა ჩვენგანმა. მოდით ამაზე ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. დილამშვიდობისა, მედეა. მე დავზანდით მადლობა დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. ყოველთვის, როდესაც წარგადგენთ ხოლმე, მე საგანგებოდ გამოვყოფ თქვენს ორ სპეციალიზაციას.
ნევროლოგი და ფსიქიატრი. ასე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ სპეციალისტი ფლობდეს ორივე მიმართულებით არა მხოლოდ ოფიციალურ სტატუსს, არამედ ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ თქვენი სტუმრობა ყოველთვის ამით არის გამორჩეული, რომ ჩვენ შეგვიძლია ნერვული სისტემის საიდუმლო მოვაქციოთ ფსიქიკასთან დაკავშირებულ ცოდნაში და პირიქით მოვიქცეთ. ამიტომ, როდესაც დღევანდელი გადაცემის თემად ავირჩიეთ ბრაზი და აგრესია, ემოცია თუ ქცევა. პრაქტიკულად გამოვიდა თავად სათაოში რამდენიმე კითხვა დაშიფრული და მათ შორის რა არის ბრაზი, რა არის აგრესია, რა შეიძლება მოჰყვეს ბრაზსა და აგრესიას, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ მოზარდებზე, როდესაც საუბრობთ ახალგაზრდა ადამიანებზე და რაში არის საიდუმლო, ვთქვათ, ამ ბრაზისა და აგრესიის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, როდესაც საუბრობთ, მიზეზებზე, როდესაც საუბრობთ და შედეგებზე, როდესაც საუბრობთ, ფორმებზე, როდესაც საუბრობთ. მოდით დავიწყოთ რაობით. მოგესალმებით, მარი, ნამდვილად ძალიან სენსიტიურ თემას ვეხებით, რომელიც ესეთია ძალიან აქტუალური ამ პერიოდისთვის. თუმცა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ ხშირად გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების შემთხვევაში ჩვენ ასაკობრივ ჭრილს ძალიან მკვეთრად უსვამთ ხაზს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ სიმპტომების არსებობაზე, პრობლემის არსებობაზე და აუცილებლად დააკავშირეთ ისინი შედეგებზე, ხო, შემდგომ რა შედეგებზე და მინდა აი ამით დავიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ნამდვილად, ვთქვათ, თინეიჯერული, ანუ მოზარდობის ასაკის თავისებურებებზე. და ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი, რომელიც აბსოლუტურად განსაზღვრავს თუ როგორი მომავალი თაობა გვექნება, თუ როგორი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მომავალი თაობა გვექნება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მოწყვლადი და რაც თავარია, როგორი იქნება საზოგადოება. ეს არის ძალიან მოწყვლადი ასაკი, როდესაც მიდის მნიშვნელოვანი ძვრები ამ ადამიანებში დაწყებული, ვთქვათ, ორგანული და ფიზიკური განვითარებიდან დამთავრებული თვით იდენტობის ჩამოყალიბებით, ვთქვათ, ხო? ნამდვილად აქ ორგანულ და ასე ვთქვათ, ფსიქიკურ ჯაჭვს ვერ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან და ზუსტად ასე უნდა ვისაუბროთ. ხა წარმოიდგინეთ მოზარდობის ასაკი, როდესაც თვით იდენტობას აქვს წამყვანი მნიშვნელობა, ხო? როდესაც მოზარდი მეტნაკლებად მზად არის ამოფრინდეს, ასე ვთქვათ, ძალიან ჰიპერმზრუნველი ბუდიდან და პარალელურად როგორი სირთულე ხდება დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე და რამხელა არის სოციალური წნეხი, რომელსაც საზოგადოება მას აკისრებს, ვთქვათ, ხო? მოდის ძალიან ბევრი სირთულეები, რომ ვთქვათ, გაუძლებს კი იმ მოთხოვნებს, რომელსაც საზოგადოება, ვთქვათ, მას ასე ვთქვათ, უკისრებს, ხო, აკისრებს, როგორც ასეთი. არის მზად მისი ლიმბური სისტემა, ემოციური მდგომარეობა, ვთქვათ, იმისათვის, რომ ეს სირთულეები გადალახოს. და სწორედ ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად აფეთქებას, ვთქვათ, ხო, ანუ ძალიან ბევრი ცვლილება მოდის ფიზიკური, ვთქვათ, ჰორმონალური მკვეთრი დისბალანსია, რომელიც ასევე ახდენს გავლენას, ვთქვათ, ამ ადამიანების ყოველდღიურობაზე და რაც მთავარია, მოდის უზარმაზარი წნეხი აი ამ თვითდამკვიდრების და საზოგადოებაში საკუთარი როლის მორგების. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ამ ასაკის ადამიანები ითავისებენ თუ როგორ დაუკავშირონ იდეალები და ავტორიტეტები, ვთქვათ, ავტორიტეტების ფასეულობების საკუთარ ფასეულობებს, რომელიც უნდა წინაპირობა გახდეს იმისი, თუ რა ცხოვრების წესს აირჩევენ მომავალში, ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე სოციალურ ემოციურ განვითარებაზე, ეს არის ის პერიოდი, როდესაც
თვით შემეცნების ჩამოყალიბებას და სოციალური შემეცნების ჩამოყალიბებას ყველაზე დიდი ადგილი უკავია იმ 5 ძირითადი კომპეტენციიდან, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას, ორის ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ვთქვათ, ხო? ამიტომ არის ეს ასაკობრივი ჯგუფი ასეთი მოწყვლადი, ვთქვათ, გარემო სტრესისადმი და საკუთარი მოთხოვნებისადმი, რომელიც ასე ვთქვათ, წამყვანია, ვთქვათ. და რა თქმა უნდა, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ხედავთ გარკვეულ რეაგირებას და ეს რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ, რამდენად ჯდება ასაკობრივი განვითარების ფარგლებში, თუ არის ატიპურობის მიმანიშნებელი. და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ახალშობილობაში, ვთქვათ, ბავშვს სჭირდება ზრუნვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩება, ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენ თუ ვიცით, რომ ჩვილობის ასაკში და 2-დან 3 წლამდე პერიოდში ეს არის აგრესიის ფაზა, რომელსაც მშვიდად ვუყურებთ და ველოდებით, რომ გადაიაროს ბავშვი, იმიტომ რომ ყველა ასე ვითარდებით და გამონაკლისი არ არის, ასევე არის მოზარდობის პერიოდი, როდესაც ადამიანებს აქვთ უფლება, ამ ასაკობრივ ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ასეთ შემთხვევაში თუ ეს პოზიცია ვინმესთვის იქნება ცოტა უფრო მეტად გადაჭარბებული, ეს სულ არ ანიჭებს ამ რეაგირებას ატიპურობის ელფერს, ვთქვათ, ხო? და ალბათ ჩვენ ვერ შევაფასებთ ამას ატიპურად. დიახ, აი აუცილებლად ამაზე ვისაუბროთ, უბრალოდ ჩვენი როგორც საზოგადოების მთავარი როლი არის, რომ ვალიდაცია გავაკეთოთ, ხო, ვალიდიზირება გავაკეთოთ და გავავლოთ მნიშვნელოვანი ზღვარი. სად არის ტიპურობა, სად მთავრდება ტიპურობის ზღვარი და სად იწყება ატიპურობა. იმიტომ რომ, ვიცით, აგრესიაზე, როდესაც მსჯელობთ, აგრესია მეტ-ნაკლებად არის სხვის მიმართ, სხვისკენ მიმართული რაღაცა დესტრუქციული ქმედება. არის კი ეს ქმედება დესტრუქციული, რომელსაც მოზარდები მიმართავენ. ალბათ ჩვენი მთავარი შეკითხვა სწორედ ეს უნდა იყოს, ხო? რას ემსახურება რეალურად ამ პერიოდში, რაღაცა პოზიციის გამოხატვა ჯგუფში, ვთქვათ, ამბოხი, ესეც ბჭყალებში, ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ მე თუ შემიძლია საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო, მაგრამ ეს პოზიცია შეიძლება განსხვავებული იყოს, ვთქვათ, გარემოს პოზიციისგან, ეს სულ არ ანიჭებს ჩემს ქმედებას აგრესიულობის და ატიპურობის ელფერს, ვთქვათ. ახალგაზრდა ამბობს გაბრაზებული ვარ. უფროსებიც ვამბობთ ხოლმე, შვილებზე ვართ გაბრაზებულები, საზოგადოებაზე ვართ გაბრაზებულები, სამსახურში ბრაზდებით, ყოველდღიურ რეალობაში ბრაზდებით, ადამიანები ტრანსპორტში მგზავრობისას ბრაზდებიან, მაღაზიაში, როდესაც სავაჭროდ შედიან ბრაზდებიან. ძალიან ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ გავბრაზდეთ. მაგრამ რა არის ბრაზი? ბრაზი და აგრესია ერთი და იგივეა? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მოდით ვთქვათ ასე, რომ ბრაზი ეს არის ემოცია, აგრესია ეს არის ქცევა, ვთქვათ, ხო? აგრესია მოყვება იმ, ვთქვათ, წინა პირობას, რასაც ბრაზი ქმნის. ძალიან მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება ბრაზის ფუნქციებზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ალბათ აგრესიაზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი მიმართულება იყოს ბრაზზე და აგრესია დავაყენოთ ეჭქვეშ და სწორედ აი ამისი ნიველირება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისთვის, რომელმაც ძალიან ზედმიწევნით იცის ასაკობრივი განვითარების ნიშანსვეტები, ვთქვათ, ეს არის განვითარების ეტაპი, რომელსაც შეიძლება გადაჭარბებული ქცევითი რეაგირება ქონდეს, მაგრამ ამას მე აგრესიას ვერ დავარქმევდი, ხო? ეს არის ასაკობრივი პასუხი, რომელიც შეიძლება რომ სუბუქად რეაქტიული იყოს, ვთქვათ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისგან განსხვავებით. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბრაზთან დაკავშირებით და მინდა რომ ჩვენ საზოგადოება შევახსენოთ ბრაზის ფუნქციებზე, იმიტომ რომ საზოგადოება აღმოაჩენს, რომ ეს ბრაზი პრაქტიკულად ჩვენი გადამრჩენია. რამოდენიმე ნიშნულზე გავამახვილებდი ყურადღებას, აი წარმოიდგინეთ თქვენ, როდესაც რაღაცა ტიპის საფრთხე გვემუქრება, ვთქვათ, ხო? პირველი რაც არის, ეს არის, რომ რა თქმა უნდა მოდის ბრაზის შეგრძნება, რომელიც ჩვენ გვაძლევს მობილიზების საშუალებას, გვაძლევს ძალას იმისათვის, რომ დავიწყოთ ბრძოლა, ასე ვთქვათ, საფრთხის წინააღმდეგ.
ჩვენ ვიცით, რომ ბრაზი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფიზიკური და სხეულებრივი სიმშვიდე მოვიპოვოთ, აი ძალიან მარტივად, როგორც კი ბრაზის რეაგირება მოდის, ჩვენ გვაქვს ტახიკარდია, კუნთოვანი, ვთქვათ, დაჭიმულობა და ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ იცით რა, ჩვენ შევიგრძნობთ რაღაცა გარკვეულ მოვლენებს. აი, ჩვენ თინეიჯერებში ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე არასუიციდური თვითდამაზიანებელი ქცევები, რომელიც ისიც რისკენ არის მიმართული ემოციური გასადავებისკენ. ანუ ხანდახან სტრესიდან გამომდინარე თინეიჯერები, მოზარდები ვარდებიან ისეთ სიტუაციაში და ისეთი ემოციური გასადავება აქვთ, რომ საკუთარ თავზე იყენებენ ჭრილობებს იმისათვის, რომ შეიგრძნონ, რომ ცოცხლები არიან. იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის გარკვეული ემოციები. ამიტომ უკვე თუ გვაქვს ბრაზის შეგრძნების და გამოხატვის შესაძლებლობა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ესე იგი ჩვენ რეაგირებთ, თქვათ, როგორც ასეთი და ჩვენი სხეულებრივი სიმშვიდე შეიძლება გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზი, რომელიც გვეხმარება უსამართლობის საპასუხოდ, თქვათ, ხო? ანუ, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ უსამართლობას, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ ჩვენი უფლებების დარღვევას, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ ექსპლუატაციას, როდესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფასეულობები აბსოლუტურად შეუსაბამოა, ვთქვათ, გარემოში, რომელშიც გვიწევს არსებობა, ბრაზი არის გადარჩენის მექანიზმი, რომელიც გვაძლევს ცვლილებებისკენ მიდრეკილების საშუალებას, რომლის გარეშეც კიდევ ამბობ, ის ემოციური გასადავება გვექნებოდა, რომელიც გვაიძულებდა თვით აგრესიული და თვითდამაზიანებელი ქცევები გამოგვეწვია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ქმედით უნარიანები ვართ ცვლილებებისთვის, რომელიც პროგრესის წინაპირობაა. მოდით შევთანხმდეთ ამაზე, ვთქვათ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საზოგადოების ორგანიზაციის ნებისმიერ საფეხურთან დაკავშირებული. ეს არის ოჯახის შიგნითაც, როდესაც მაგალითად მოზარდი გრძნობს, რამდენად წინააღმდეგობრივია მისი დამოკიდებულება ოჯახის ფასეულობებთან და იქ დამკვიდრებულ სისტემასთან და როდესაც ის გამოდის ოჯახის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი, რომ ეს ახასიათებს მოზარდს და ეს შეუძლია დაინახოს მოზარდმა, მაგრამ თქვენ საუბრობდით ბრაზთან დაკავშირებით, ბრაზი და აგრესია. დაასრულეთ თქვენი, ასე ვთქვათ, განმარტება, იმიტომ რომ მე მინდა დაგისვათ კითხვა, მოვასწროთ კითხვა. რა შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, რა შეიძლება იყოს მიზეზი და სად არის ჩვენი უფროსების პასუხისმგებლობა? ჩვენ რა წილი მიგვიწვის იმაში, რომ მოზარდი გაბრაზებულია, ახალგაზრდა გაბრაზებულია, მოზარდი აგრესიულია, ახალგაზრდა აგრესიულია. ჩვენი პასუხისმგებლობა სად არის? რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში? კი ბატონო, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაყოფა, ვთქვათ, ოჯახის შიგნით და ოჯახის გარეთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, ვთქვათ, ასაკობრივ ნიშნულებზე და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ნებისმიერი კულტურის, ვთქვათ, ასაკობრივ კონტინგენტს შეიძლება ახასიათებდეს, ამიტომ ეს დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, რომელიც საზოგადოების ნაწილია და სოციუმის ნაწილია, აბსოლუტურად ის უნდა გაითვალისწინოს ზოგადად საზოგადოება. ხა რა შეეხება თქვენ იკითხეთ წინა პირობებთან დაკავშირებით, იცით, აუცილებლად უნდა გაუსვათ ხაზი, რომ წინა პირობები განსხვავებით სხვა ასაკობრივი ჯგუფისგან მოზარდებში შეიძლება იყოს ძალიან მინიმალური იმისათვის ინტენსივობის თვალსაზრისით იმისათვის, რომ საკმაოდ მაქსიმალური ქცევა გამოიწვიოს და იცით რა, მოდით ამაზე შევთანხმდეთ, რომ ამისი უფლებაც აქვს მოზარდს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გავიარეთ ეს ეტაპი და თუ ჩვენ გვქონდა ეს შესაძლებლობა, რომ ცოტა უფრო მეტი რეაგირება გვქონოდა, ანუ ჩვენ ქცევას მეტი სიმწვავე ქონოდა, ვთქვათ, გარე გამფრიზიანებლებზე და გამომწვევებზე, რატო არ შეიძლება, რომ ამჟამად საზოგადოებას, ვთქვათ, ამ ასაკობრივ საზოგადოებას ქონდეს ზუსტად იგივე რეაგირება, ვთქვათ, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ მაგალითად უსამართლობის შეგრძნებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ ვისაუბრეთ, ვთქვათ, ფასეულობების გაუთვალისწინებლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ იცით, აი წინა თაობებისგან განსხვავებით, აი ძალიან მინდა რომ ამაზე ხაზი გავუსვათ. მაგალითად, ჩვენ თაობას, ჩვენს წინა თაობას იმისათვის, რომ მინიმუმ ლიტერატურასთან ქონოდა ფლობა, ძალიან
ხელმისაწვდომობა, ლიტერატურის ფლობა ქონოდა და ხელმისაწვდომობა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებოდა უფროსი თაობის, ხო? ფინანსურად მინიმუმ ნათარგმნი უნდა ყოფილიყო, ენის ფლობის შესაძლებლობა ესეთი აქტიური არ იყო, სანამ წიგნი ითარგმნებოდა, ახალი ლიტერატურა გამოდიოდა. ისეთ აუცილებლად უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ამ ეპოქის ახალგაზრდობას ძალიან მნიშვნელოვანი წვდომა აქვს ინფორმაციაზე. და ოპერატიული რეაგირება. დიახ, ანუ ისინი ძალიან ასწრებენ წინა თაობებს განვითარებაში მინიმუმ სიახლეების ფლობის თვალსაზრისით. თუ წინა თაობებს გჭირდებოდა მიმართულების მიმცემი იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცა ლიტერატურა წაგვეკითხა, რაღაცა უკეთესად გაგვეგო, მინიმუმ ფინანსურად უზრუნველყოფი ყოფილიყო, თქვათ, ბაზისი მოეცათ, ხო? იყიდათ, ფინანსურად დაგხმარებოდნენ, ამ თაობას ეს არ ჭირდება, თქვათ, ხო? ამ თაობას წვდომა თვითონ აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მოზარდი, როგორც ასეთი, ძალიან მკვეთრად უკვეთავს საკუთარ თავს, ხო? აბსოლუტურად დამოუკიდებლად უკვეთავს საკუთარ თავს, საკუთარ ფასეულობებს და ძალიან თამამად მსჯელობს მოთხოვნებზე. ვიცით, რომ მოზარდობის ხანა ეს არის ის პერიოდი, როდესაც განათლების მიღებას და განათლებაზე წვდომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვიცით, რომ განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინა პირობა გახლავთ გლობალიზაცია, ხო? ანუ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგად ვიცით ის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. ვიცით სხვადასხვა ფინანსური დახმარებების შესახებ, რომელიც ასევე შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად, მოთხოვნილება იმისი, რომ მათ ჰქონდეთ ის მოთხოვნილებები, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია განათლების მიღების, საკუთარი სურვილების გამოხატვის, საკუთარ ემოციებზე საუბრის, საკუთარ პერსპექტივების თქვათ, ხო? ნამდვილად ფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურია და ეს არის ალბათ ბრაზის წინაპირობა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, თუ აღმოჩნდებიან საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება ასეთი ხელმისაწვდომობა აღარ იყოს, თქვათ, ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ დღეს ამ თემაზე, მე მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ ჩვენი გადაცემები ყოველთვის გამორჩევდა იმით, რომ რეალობის ადეკვატურად შლიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას, რომელიც შეესაბამებოდა იმ მოვლენებს და რეალობას, მაგრამ როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბრაზისა და აგრესიის შედეგებს. ერთია, როდესაც ვამბობთ, რომ მაგალითად გაბრაზებული ადამიანი მაგალითად თუ პედაგოგმა სათანადოდ ვერ დააფასა და ვერ შეაფასა მოსწავლის ცოდნა. არის ასეთი შემთხვევები. ან როდესაც აქვს იმის განცდა, რომ უსამართლოდ დაუწერეს ნიშანი. ან როდესაც ოჯახიდან და მშობლებისგან ვერ მიიღო სათანადო აღიარება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით მართალია სხვა მაგალითზე, მაგრამ როგორ შეიძლება აი ამ ბრაზმა უკეთ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას შეუწყოს ხელი და როგორ განვითარდეს ამ ახალგაზრდის ცხოვრება ისე რომ ყველა ნაბიჯზე ამტკიცებდეს რომ მე შემიძლია. თქვენ კი გონიათ რომ არ შემიძლია, მაგრამ მე შემიძლია. და როგორც ირკვევა და როგორც არაერთი კვლევა გვიდასტურებს, ეს არის ბუნებრივი ადამიანური რეაქცია, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად ქალვაჟის შეყვარებული ქალვაჟის დაშორების შემთხვევაშიც, ოჯახის ზრღოვის შემთხვევაში, წყვილის დაშორების შემთხვევაში, როდესაც ყოფილი მეუღლე ან ყოფილი ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ არასათანადოდ დააფასეს, არაღირსეულად მოიქცენ, არ მოусმინეს და ასე შემდეგ. მაგრამ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ბრაზსა და აგრესიას, როდესაც ვლაპარაკობთ მოზარდებს? რა არის გასათვალისწინებელი საზოგადოებისთვის? იცით, აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვათ ამას, რომ აი ბრაზის ბევრ ფუნქციაში, ჩვენ ამაზე დავიწყეთ საუბარი, ერთ-ერთი არის მიზნების მიღწევა. და ანუ თუ მე ვთქვათ, გავბრაზდები საკუთარ თავზე იმისათვის, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩემ მიზანს ვერ მივაღწიე და მე მედეგობას ჩამომიყალიბებს ხარდამჭერი გარემოთი საზოგადოება,
მე ამ ჩემ მიზანს აუცილებლად მივაღწევ, იმიტომ რომ გავიმარჯვო საკუთარ ბრაზზე. ბრაზი მომცემს ენერგიას, ბრაზი მომცემს мотивაციას იმისათვის, რომ მეტი მცდელობით გავიდე საბოლოო ჯამში შესაბამის შედეგზე. ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვათ ისევ ფსიქიკური ჯანმრთელობის პერსპექტივიდან და ეს არის აბსოლუტურად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომ მაგალითად აი ჩვენ ძალიან ხშირად ვეხებით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაპირობა გახავთ ადეკვატური სოციალურ-ემოციური განვითარება. ჩვენ თუ შევხედავთ სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი გახლავთ უგულვებელყოფა ამ ადამიანების და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ აგრესია, ძალადობა, ვთქვათ. და ჩვენ მოგვიყვანია ეს მაგალითი და ძალიან მინდა რომ კვლავ ხაზი გაუსვათ. ერთ-ერთ კვლევაში მოყვანილი არის მაგალითი ჩაატარეს ექსპერიმენტი ბავშვებზე, რომელზედაც საჯდომზე ხდებოდა მშობლების მხრიდან ხელის წამორტყმა და გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთეს ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თავის ტვინის ცვლილებების დონეზე, რომ ძალიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ვთქვათ, წამორტყმა, უწყინარი წამორტყმა, რომელიც ოჯახების უმრავლესობას არაფრად მიაჩნია. შეიძლება ესეთი ჩვეულებრივი ფიზიკური ძალადობის ეფექტი მოახდინოს და ახლა წარმოიდგინეთ ძალადობის ძალიან მრავალმხრივი, მრავალ ჭრილში გაშლა ფსიქოლოგიური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის სახით, რომელიც ძალიან მკვეთრად შეიძლება აისახოს, ვთქვათ, მომავალი თაობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრესიის ასე ვთქვათ გამოვლინების ვთქვათ რაღაცა გარკვეული ძალადობის გარემოს მხრიდან გულისხმობ ამ შემთხვევაში კვალი აუცილებლად აისახება ვთქვათ მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია იცით პირველ რიგში მშობლების ვალია ჩვენ სულ რომ არ გავცდეთ ვთქვათ მშობლების ვთქვათ პასუხისმგებლობას მშობლების მნიშვნელოვანი ვალია ის რომ ბავშვის ბრაზი გამოავლინოს ვალიდიზაცია გააკეთოს აი ამ ბრაზის და შექმნას ხელშემწყობი გარემო იმისათვის რომ ბრაზის ფონზე ისეთი მედეგობა ჩამოყალიბდეს რომ თქვათ ეს აგრესიაში არ გადავიდეს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს როგორ უნდა გააკეთოს მშობელმა იმიტომ რომ მაგალითად ოჯახში ხედავს რომ ბავშვი გაბრაზებულია და შეიძლება ისიც უნახავს ასეთმა გაბრაზებამ როგორ გამოავლინა ბავშვი აგრესიული ქცევა აგრესიული დამოკიდებულება ოჯახის წევრის მიმართ მაგალითად საკუთარი დედმამიშვილის მიმართ თითქოს მასზე იყარა ჯავრი რაც ძალიან სახიფათოა იმიტომ რომ ყველაფერი ემსგავსება ბიჭსტრუპის ნახატებს სადაც უფრო ძლიერი ჩაგრავს, უფრო სუსტს და მე ყველაზე სუსტმა რაქნას და ძაღლზე იყრის ჯავს. ამიტომ ეს მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად გაბრაზებულ ბავშვს რა უყოთ ოჯახში. რაქნას მივცეთ საშუალება რომ თავის უმცროს დედმამიშვილს დაარტყას, დალიწყოს ჭურჭელი, დაჭრას ტანსაცმელი და ასე შემდეგ. თუ ეს ბრაზი გაიტანოს გარეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ეს მოდელი შეგვიძლია დავინახოთ საზოგადოების მასშტაბში, იმიტომ რომ სხვა არაფერია საზოგადოება თუ არა გაფართოებული ოჯახური მოდელი. ეხლა ის ხაზი უნდა გაუსვათ, ოღონდ ამ შემთხვევაში წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ შემდეგ გავაგრძელოთ, თქვათ, ხო? ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია, მარი თქვენს გადაცემებში, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგადად აგრესიაზე, ვამბობთ ხოლმე, რომ აგრესიული ბავშვები არ იბადებიან და გარემო ქმნით მათ აგრესიულს. ამას ხაზს უსვამ მთელი ჩვენი გადაცემა, რაც დავიწყოთ ამაზე ვსაუბროთ, მაგრამ ხაზს უსვამ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობებზე ვისაუბროთ და ვთქვათ რაღაცნაირად ზუსტადაც რომ გავბედოთ და დავაკისროთ ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ ოჯახის წევრებს, ვთქვათ. პირველი ეტაპი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ძალიან ყოველდღიურ რეალობაში ვიყენებთ რომ ბრაზის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის
თვითონ ემოციების იდენტიფიცირება, ვთქვათ, ხო, სწორი იდენტიფიცირება და სწორედ აქ ვხედავ მშობლის მთავარ როლს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ის რომ მოზარდს აქვს უფლება, რომ ბრაზს გამოხატავდეს, ის რომ მოზარდს აქვს უფლება, რომ ბრაზი ჰქონდეს, ეს უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ ესეთი სელექტიური მეთოდები, ვთქვათ, თუ არ არის რადიკალური ეს ბრაზი, ვთქვათ, რომელიც მისი ქმედების სახით, ვთქვათ, მკვეთრ აგრესიას იწვევს, ვთქვათ, ჩვენ უნდა მივცეთ ამ ბრაზის გამოხატვის საშუალება, იმიტომ რომ ბრაზი პროგრესის წინაპირობაა, ვთქვათ, და ჩვენ რა ნიშნულების წინაპირობაა, ამაზე მნიშვნელოვნად გავამახვილეთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი არის მხარდამჭერი გარემოს შექმნა იმის მაგერ, რომ ჩვენ შევქმნათ კონფრონტაციული გარემო, ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ფიზიკიდანაც კი, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, ანუ ჩვენ რაც უფრო დიდი ძალით ვიმოქმედებთ, ვთქვათ, მოზარდებზე აგრესიულად, ასეთივე აგრესიული და რადიკალური იქნება მათი დამოკიდებულება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი იდენტიფიცირება და სწორი ვერბალიზაცია მოვახდინოთ იმისი, რასაც ვხედავთ, რომ ეს არის მათი უფლება ასაკობრივად გამოხატავდეს ემოციებს, თუ ეს არის მარგინალური და რადიკალური აგრესია, იმიტომ რომ აქაც არსებობს კრიტერიუმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებს მივყვეთ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი განმარტება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რეალურად ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკების გზით, თქვათ, საბოლოო ჯამში მივიდეთ შედეგამდე, ხომ? კიდევ ვამბობთ, ფიზიკური ძალადობა, თუ ვხედავთ ჩვენ გამოხატულებას, ვთქვათ, ბავშვებში იქნება თუ მოზარდებში, ყოველთვის ვამბობთ, რომ ჰაერიდან არ მოდის ეს ფიზიკური ძალადობა და აგრესია, ამას ყოველთვის აქვს წინაპირობა ან მოდელი, რომლითაც, ვთქვათ, საზოგადოება ან ოჯახი ეკონტაქტება რეალურად ბავშვს თუ მოზარდს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავხდეთ როლური მოდელი, ვთქვათ, იმისი, რასაც ვგმობთ, ან გვინდა, რომ, ვთქვათ, ჰქონდეს მოზარდს იქნება თუ ბავშვს იმისათვის, რომ მან დაიცვას თავი და იყოს პროგრესის წინაპირობა, ის სიმპტომები და ის ქცევები, რომელიც შეიძლება, რომ მას ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ აი ეს ერთობლიობა გვაძლევს საბოლოო ჯამში იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ის მომავალი თაობა, ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, თქვათ, ხო, ჩვენთვის როგორც საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი თაობა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ მინიმუმ წინა თაობამ ვიზრუნოთ ამ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომლითაც ისინი იქნებიან სრულუფლებიანი წევრი, თქვათ, საზოგადოების, რომელიც ხვალ მათ უნდა აქტიურად აშენონ. დღესაც, თუმცა ხვალ გაცილებით უფრო დამოუკიდებლად და და რომელიც განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მოზარდების აი ასეთი დამოკიდებულების შესახებ არ იცის, მოზარდების ამ თავისებურთებათა შესახებ არაინფორმირებულია, ან არ გაითვალისწინებს, ან ცუდად გამოიყენებს, ყველა შემთხვევაში, ან არასწორად გამოიყენებს. ეს ყველაფერი არის უფროსების პასუხისმგებლობა და დღევანდელი ჩვენი საუბარი იყოს იმ საუბრების გაგრძელება, რომელიც ეძღვნებოდა ყოველთვის ბავშვის, მოზარდის, ახალგაზრდა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას. ჩვენ საუბრობდით ყოველთვის სხვადასხვა დაავადების კონტექსტში და დღეს თქვენ მიერ გამოყენებული ფრაზები არ ყოფილა უჩვეულო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენ საუბრებს ჩვენს გადაცემაში ისმენს, იმიტომ რომ ჩვენ აი ასე თანმიმდევრულად საუბრობდით და ძალიან მენიშნა თქვენი სიტყვა მოლაპარაკება, რომელსაც ყოველთვის იყენებთ ხოლმე საუბარში, როდესაც ჩვენ გვინდა ავაწყოთ კეთილგანწყობილი თანასწორი ურთიერთობები ჩვენს ოჯახის წევრ, უმცროს ოჯახის წევრებთან და ეს ეხება მთლიანად საზოგადოებასაც. მე ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და დღევანდელი საუბრისთვის. თვითონ თემა ძალიან დიდია და მრავლის მომწვევი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ კიდევ დაუბრუნდეთ ამ თემას, თუმცა დღევანდელი სტუმრობისთვის და ჩვენი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი სტუდიაში გახდათ ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგი და ფსიქიატრი,
მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. მე არ გემშვიდობებით, ჯერჯერობით კიდევ ერთი ბლოკი გვაქვს გადაცემაში, ტრადიციული ნაწილი, ცოტა განსხვავებული ელფერით გობითი შუქნიშანი. რას ემსახურება ჩვენს გადაცემაში ესა თუ ის სეგმენტი, თქვენ თუ გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით, მე ვფიქრობ ამის ახსნა არც გჭირდებათ. თუმცა მე გაგახსენებთ, რომ კობითი შუქნიშანი სხვა არაფერია თუ არა სურათხატი, ნაცნობი სურათხატი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რეალობის მოწესრიგებასა და უსაფრთხოებაში გვეხმარება, მაგალითად, უსაფრთხოდ გადავკვეთოთ ქუჩა. და ასეთ შემთხვევაში ფერებთან ასოცირებული რეკომენდაციები ეს არის მინიშნება როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია ჩვენი მეხსიერების უჯრედში გადავანაწილოთ, ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ და აი ამ რეკომენდაციებით უზრუნველყოთ ჩვენი ჯანმრთელობა, პირადად ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და საკვები მართლაც საზრდოდ ვაქციოთ და არა უბრალოდ საჭმელად, რომელიც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს მოცემულ მომენტში. როდესაც ჩვენ ფერების მიხედვით საუბრობთ, ყოველთვის ეს ან დაავადებასთან არის მისადაგებული, ან სეზონთან, ან სხვადასხვა კონკრეტულ კითხვასთან, რომელსაც თქვენ გვისვათ. დღევანდელი ჩემი რეკომენდაციები უკავშირდება წყალს. ეს არ გახლავთ ახალი, იმიტომ რომ დღეს შეიძლება არავის ახსოვს, საიდან დაიწყო პირველად წყალზე ეთერში საუბარი, სატელევიზიო სივრცეებში საუბარი, მაგრამ მე ზუსტად მახსოვს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვენი გადაცემის მასშტაბით, იმიტომ რომ 27 წელზე მეტია ჩვენ ეთერში ვართ, ანუ მე ამ არხთან თანამშრომლობ და 15 წელზე მეტია ყოველდღე პირდაპირ ეთერში ვართ, როდესაც ჩვენ პირველად დავდგით ეთერში გამჭვირვალე ჭიქა-წყლით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური და ეტაპი იმისათვის, რომ წყლის მნიშვნელობისთვის ხაზი გაგვესვა და წყალზე გვესაუბრა. მაგრამ ჩვენ დღეს წყლის ასოციაციო ფუნქციებზე არ საუბრობთ, ჩვენ მინდა ვისაუბროთ დღეს როდის გვჭირდება ჩვენ გავითვალისწინოთ წყალზე გაზრდილი მოთხოვნილება. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანს სჭირდება 8-10 ჭიქა წყალი. ამ გადაწყვეტას ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად სხვაგვარადაც 2 ლიტრი წყალი გვჭირდება. რატომ ვაკეთებთ ასეთ გადაწყვეტას? იმიტომ რომ სადღეღამისო დანაკარგს ითვლიან ამონასუნთქი ჰაერით, კანიდან ოფლის აორთქლებით, შარდის და განავლოვან მასაში არსებული წყლის სახით. აი ამ ფაქტორების დაჯამებით იღებენ წყალზე მოთხოვნილების შეფასებისათვის რაოდენობას. მაგრამ გაცილებით უფრო ფიზიოლოგიურია შევთანხმდით ჩვენ თუ გადავთვლით კილოგრამ წონაზე 30 მილilitrს. დღეს მე ამის პირველად გაზიარებას ცხადი არ ვაპირებ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და წლებია ვსაუბრობთ, მაგრამ ეს შეგახსენეთ იმისთვის, რომ ეს ხდება ფიზიოლოგიურად, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე იზრდება. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ღებინება ან დიარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს გაცილებით მეტი წყალი ჭირდება. მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს ესა თუ ის დაავადება, შეიძლება ამ დაავადებამ გამოიწვიოს წყალზე მოთხოვნილების ზრდა. გარკვეული მედიკამენტების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალზე მოთხოვნილების ზრდა. გასათვალისწინებელია მაგალითად მდგომარეობა, როდესაც მლაშე საკვებს მივირთმევთ და წყალზე მოთხოვნილება გაზრდილია. როდესაც მაგალითად ცხარე და შეკაზმულ საკვებს ვიღებთ, შეიძლება გაზრდილი იყოს მოთხოვნილება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოთხოვნილება იზრდება მაგალითად სეზონის შესაბამისად. რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით მეტია ჩვენ მიერ დაკარგული წყალი და მასე მოთხოვნილება იზრდება. როდესაც ჩვენ ცხელ შხაპს ვიღებთ და თუ ასეთი ჩვევა გაქვთ, რა თქმა უნდა, თქვენ მეტი წყალი გჭირდება. ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება წყალზე მოთხოვნილება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია წყალზე მოთხოვნილების შეფასება და მიღებული წყლის რაოდენობა, მაშინ, როდესაც კონკრეტული დაავადება აქვს ადამიანს, მაგალითად, თირკმლის პათოლოგია. ითვლება, რომ არტერიული წნევა, ვისაც აქვს, თითქოს წყალი არ უნდა მიიღოს
საკმარისი რაოდენობით და იმ სქემით, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, არა და გამოცდილება, საერთაშორისო კვლევებით მიღებული გამოცდილება და მტკიცებით დადასტურებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მაღალი წნევის და დაბალი წნევის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მდგომარეობა თანაბრად ეფექტიანად მართოთ წყლის ადეკვატური მოხმარებით, რომ არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება იყოს მლაშე და დიდი რაოდენობით წყლის მოხმარების შედეგიც და ასევე შეიძლება იყოს წყლის ნაკლებობის შედეგიც, მაგრამ დღეს მე მინდა ცოტა მეტად გავამახვილო ყურადღება მდგომარეობაზე, რომელშიც ადამიანები ხშირად აღმოჩნდებით ხოლმე. ეს არის შფოთვა და სტრესი. და როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, ჩვენი მდგომარეობა არის ძალიან საყურადღებო, იმით რომ ჩვენ გრძნობთ ფიზიკურად. მაგალითად, როგორ გვეჭიმება კუნთები, თითქოს ხელის გულები გაგვიოფლიან და პირი გვიშრება საუბრის დროს. ეს გამოცდილება ბევრ ჩვენგანს აქვს მაგალითად მღელვარების დროს. მაგალითად, ჩვეულებრივ გაკვეთილს რომ ყვება, ბავშვი შეიძლება მაშინაც ჰქონდეს ნიშანი, რა უნდა მიიღოს იმ შეფასების მოლოდინში და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი არის, რომ წყალზე მოთხოვნილება იზრდება და ეს შეიძლება დავიკმაყოფილოთ წყლით. ეს შეიძლება დავიკმაყოფილოთ წყალშემცველი, წყალუხვი ნებისმიერი პროდუქტით. და ასეთ შემთხვევაში თუ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ ჩაით, ყავით, ტკბილი გაზიანი სასმელით და ასე შემდეგ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყალზე მოთხოვნილება იზრდება. სხვა დროს ნაყინს დავტოვებდი ყვითელ ზონაში, მაგრამ ამ შემთხვევაში გადმოვიტან მწვანე ზონაში, რატომ? ყველა ის პროდუქტი, რომელიც თვით დნობით გვაძლევს სითხეს, შეიძლება წყლის შევსების და სითხეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების კარგი საშუალება იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა იზრდება. და თუ ჩვენ საუბრობთ უსაფრთხოებაზე, ასეთი პროდუქტების უსაფრთხოებაზე, წყალშემცველი პროდუქტების უსაფრთხოებაზე, წყალი შეიძლება იყოს ბოთლით, მაგრამ წყალშემცველი პროდუქტები მნიშვნელოვანია, რომ იყოს გარეცხილი და გამოვარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლის კანის მთლიანობა არ იქნება დარღვეული. ასეთ შემთხვევაში კარგად გარეცხილი ეს პროდუქტები შეგვიძლია ერთჯერად კონტეინერში, რომელსაც სხვა დროს გავლანძღავდით და როგორც სინთეზურ მასალას, როგორც პლასტიკური მასის ერთ-ერთ ვერსიას წითელ ზონაშიც კი მოვათავსებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება სხვაგვარად მოვიქცეთ და გამოვიყენოთ როგორც დროებითი კონტეინერი იმისათვის, რომ წყალშემცველი პროდუქტები განვასავოთ კარგად გარეცხილი პროდუქტები, რომელსაც წყალზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოვიყენებთ, ისევე როგორც მაგალითად თვითდნობით მოხმარებული პროდუქტები, რომელიც სითხედ გვექცევა, შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმის წყალზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სითხეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, განსაკუთრებით, როდესაც სტრესულ გარემოში ვიმყოფებით, განსაკუთრებით, როდესაც ვღელავთ, პირი გვიშრება, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სითხის შევსება. სხვათა შორის მათთვისაც, ვინც ღელავს და წნება მერყეობს, გნებავთ დაბალი, გნებავთ მაღალი წნევის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ, წყალი გამოიყენოთ, როგორც წნევის რეგულაციის ერთ-ერთი მარტივი საშუალება. მე ხოლმე გემშვიდობები, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. ფოტოს რო დავაკვირდეთ, რას და რას ვხედავ? არა, აქეთ მენიო. მამაცი, პასუხი მამაცი. არა, კიდარ საფრთხეს ღარიბს აძლევს. პასუხია ტექნიკა. აქ თამაში როგორი ყოფილა? ცოტა დაძაბული ვართ. თორე ისე ძალიან ჩვეულებრივი. კითხვები იგივეა, ეკრანიც იგივეა, მეც ისა ვარ. ყოველ პარასკევს 22 საათზე მარტივი ლოგიკა პირველ არხზე. ყველაზე მასშტაბური, სახელოვნებო და გლამურული მოვლენის დაბადების რთული წლები და ამზე იმის შემოქმედი ადამიანები. ფრედერიკ შოდიეს ფილმი, კანი, თავისუფალი ფესტივალი. სტუმარი, კინორეჟისორი